მოგესალმებით ძვირფასო მსვენელებო და მაყურებლებო. ზოგჯერ რატომ ამბობ ასე მსვენელებო და მაყურებლებო, ზოგი ვიდეოს უყურებს და ისე ისმენს, ზოგი მხოლოდ უსმენს, თან საქმეს აკეთებს, ამიტომ მოგმართავთ მე როგორც მსვენელები და მაყურებლები. მე დღეს მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ალიონა ვოლკოვას კიდევ ერთი თემა, მოთხრობა უпростоრად, ვინც მოусმინა თოვლის ქალზე ვიდეოს, იქ მე ვახსენე, რომ ეს ქალბატონი ალიონა ვოლკოვა არის მაგი, შავი ძალის და თეთრი ძალის ფლობელი. შავი ძალა მას გადასცა სულ უცხო ადამიანმა, ბაბუამ, როდესაც ის იყო 4 წლის და თეთრი ძალა მან მიიღო მოგვიანებით, როდესაც გაიზარდა და კლანის წევრი გახდა. სხვათა შორის, მე არ ვიცოდი თუ ამდენი ხალხი არსებობდა, მე რომ თქვენ გიხსენებთ გოგოებს, პანდორას, რომელსაც ქვეს სინამდვილეში ეკატერინე, ბერეგინე ალიონას, ლეტალიას, ისინიც მაგის წარმომადგენლები არიან. მით უმეტეს ეს ალიონა მეთქი, პანდორა და ალიონა ბერეგინა. და დღეს მინდა მე თქვენ შემოგთავაზოთ მონადირეებზე რეალური ისტორია რატომ? ხანდახან ურეკავენ ალიონას და თხოვენ დახმარებას. ალიონა ეხმარება ყველას უფლოდ, რასაკვირველია, თუ იქ თვითონ პიროვნება, ვინც მოითხოვა დახმარება, რამეს არ გადაუხდის, ან ბილეთის ფულს, ან საჭმლის ფულს, ან ქირის თანხას, სადაც ჩავა ქალაქში, მას ცალკებინა უნდა, რომ იმუშაოს. მე შევხვედრია ცხოვრებაში ბევრი ისეთი ადამიანი, მაგალითად ქუთაისში რომ ცხოვრობდი, მეზობელს ჰყავდა და, რომელიც ფლობდა ძალით, რომლის დახმარებით ის მას შეეძლო უпростоრად გაერკვია თუ ფოტოზე, ფოტოს ხომ აჩვენებდი და ფოტოზე მყოფი პიროვნება სად იმყოფებოდა იმ მომენტისთვის. მაშინ მე ამდენს ვერ ხვდებოდი, არ ვიცოდი და ალიონა ვოლკოვას ისტორიის მოსმენის შემდეგ მივხვდი, რომ იმ ქალს აქვს ნიჭი, იგივე ნიჭი, ძალა, რაღაც ძალა გააჩნია, არ ვიცი ოღონდ თეთრი თუ შავი, ისიც რაღაც ძალის წარმომადგენელი იყო და ფოტოებით შეეძლო ადამიანების ადგილმდებარეობა გაიგო. ასეთი ადამიანები ბევრია, ჩვენ შორის, ჩვენ არ ვაკორდებოდით და 10 წლის შეგვიძლია უფრო დავაკორდეთ. ზოგი იყენებს ბოროტულად თავის ძალას ხალხის წინააღმდეგ. კი, არის ასეთი შემთხვევებიც და ალიონა ბერეგინამ ბევრი შემთხვევა მოყვა, როდესაც ასეთ ხალხს ჩამოართვეს, წაართვეს ძალა. დიახ. კარგით, მოდით ახლა რომ ძალიან არ ჩავუხმავდეთ სხვა თემას, მე თქვენ მინდათ მოგიყვეთ მონადირეობაზე. დიახ, ალიონას დაურეკა ერთმა კაცმა, მე შედარებით მოკლედ მოყვები, თორემ ალიონას ისტორიები ძალიან გრძელი ისტორიებია. ორი ფირი თუ მეყო, მადლობა უნდა ვთქვა, მაგალითად, თოვლის ქალბატონზე მე რომ ვიდეო გადავიღე თოვლის ქალზე. ორი ვიდეო დამჭირდა, რადგან ჩემი ტელეფონი ვერ იტევს ბევრი ინფორმაციას და ყოველთვის ვყოფ მე ვიდეოებს. და საქმე იმაშია, რომ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ჩემი ჰობი არის მონადირეობა და თევზაობა და ბევრი ამას აკეთებს სიამოვნების გამო და არა იმის გამო, რომ შია და საკვები არა აქვს და მიდის და კლავს
როდესაც თუ თქვენ აღმოჩნდით ის ადგილას, სადაც საკვები არაა, სასაკვები და თქვენ თუ მოკალით მაგალითად ბაჭია ან ფრინველი, რომლის ჩამა შეიძლება თქვენ ეს ცოდვაში არ ჩაგეთლებათ, მაგრამ თუ თქვენ სიავნების გამო კლავთ და სიავნების გამო თევზაობაც კლელობა, ხო? მაგრამ ბევრი მამაკაცი დადის სათევზაოდ იმისთვის, რომ ოჯახი გამოკვებოს. ეს ცოდვაში არ იქნება. ახლა მით უმეტეს, ახლა. ძალიან გრძელი შესავალი გამომივიდა, მაგრამ მინდა თქვენ გაიგოთ. ახლა მით უმეტეს. საქმე იმაშია, რომ ახლა მცირე ცოდვაც კი მაგალითად ყოლად რომ მოკლათ ჭიანჭველა, ან ყოლად მოკლათ ყოღო, ან ბუზი მხოლოდ იმიტომ რომ დაფრინავს, ეგეთ ცოდვაში ჩაგეხლებათ. დიახ. ამიტომ გაუფრთხილდით. ხანდახან წამოსდება მე ახლა მე თვითონ ხომ სხორპლი ვიყავი ბულინგის ბავშვობაში, ცხოვრებაში, სულ წნეხით ცხოვრობდი. ეს ბოლო 2-3 წელია. თუმცა სრული თავისუფლება არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის აღმოჩნდებით გარემოებების და ზოგი პიროვნებების გავლენის ქვეშ, იმიტომ რომ იძულებულები ვართ ეს თუ ის გავაკეთოთ. მაგალითად ახლა მე რომ ქირით ვარ და საკოლველია მე სიტყვის ამოღების უფლება არა მაქვს ზედმეტი რამე ვთქვა. ან უთხრა მაგალითად ჩემ სახლის პატრონს თუ არ ხართ მართალ. ის გაბრაზდებიან, არავის არ უყვართ ეს სიმართლე. გაბრაზდებიან და მოგვა ჩხუბი. ამიტომ წარმოგიდგენიათ მე ამხლა სიფრთხილე მართავს რომ ზედმეტი არაფერი წამოვწდეს. ან არ თქვა რა. აზრი არ აქვს. მე რომ შენიშნა მივთევი იმას. თუ ადამიანი როდესაც შენ ყვახეთ პასუხობს, მას რო ესმოდეს, მაგ შენ არ გიპასუხოს ყვახეთ, ხოლოდ იმიტომ რომ შენ არ ხარ საჭირო ადამიანი. ხო? კარგით, მოდით ნუ ჩავუხმარდებით ამას. ეს უბრალოდ სიტყვას მოყვა. და არიან ადამიანები, რომლებიც დადიან სამონადირეოდ. და ამბობენ მაგალითად ვასო ფხაკაძე ამბობს რომ მე გიჩდები, მე ვარ სულით მონადირე, ეს არის ჩემი ხუბი, ეს ჩემი საყვარელი საქმიანობა. თქვა მაგამ ერთ ვიდეოში და ასეთ ეს მინდა მიმართო. ჩემო კარგებო, ეს ხობი არ არის. როდესაც თქვენ მიდიხართ მოსაკლავად ცხოველის, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ სიამოვნება მიიღოთ, ეს არ არის ხობი. ეს უდრის კლელობას. მე რა მაგი რომ ცხოველია. ჩვენ ყველანი, ჩვენ სულები ვიწყებდით მინერალებისაგან. ხო, მე ხა ბლაბაცკაი წინს თარგნი და ნელ-ნელა ვტვირთავ, მხოლოდ ამ კვირას არ მგონია მე რამე ავტვირთო. იმიტომ რომ ორი კვირა ორჯერ ჩავთე უფროსურად ზედისეთ ინტერნეტი იძულებით. რადგან პირველად გარდამეცვალა ჩემი ალალები და შვილი. ადრე ჩავთე, მომზადებული არ ვიყავი ისე და მეორედ ვიყავი ცუდად. და იმისთვის რომ წამლები, მკურნალობის მეთოდი მომიძებნა ინტერნეტით. მე თვითონ პროფესიით ექრანი ვარ და მე არ დავდივარ ექიმებში. დისი მაგალითად თავის შოლა შემიძლია, თუმცა ინტერნეტში მოძებდი ნებისმიერ მკურნალობის მეთოდზე წამოს აირჩიო, თან მე არ ვინდობი ექიმების მიმართ ნდობა მაქვს დაკარგული, რადგან ქუთაისში ნევროპათოლოგმა ისეთი წამლები გამომიწერა ძვირიანიდან, ორი თავი, ეს მრავალი წლის უკანდელი ამბავია და მე იმდენად მოდუნდა ჩემი ორგანიზმი, რომ ჩემს სულმა დატოვა სხეული. ჩემს სხეულს უყურებდი, ჩემ ფიზიკურ სხეულს. მაქვს მე ბევრი ნახსენები, მე კლინიკური სიკვდილი მეგონა. შეიძლება კლინიკური სიკვდილი იყო. შეიძლება უბრალოდ სულის გამოსვლა, დაბრუნება არ მინდოდა.
უბრალოდ შინიდან კარი ვერ გავახე და მაშინ ჭიყვის პრობლემები მქონდა, ვიხჩობოდი და ამ შეტევამ დააბრუნა ჩემი სხეული, ჩემი სული დააბრუნა სხეულში, ფიზიკურ სხეულში. და მარცხენა ხელი ტილო რომ დაგეფერთხებინა ასე, მასეთნაირად მდგომარეობაში იყო. კარგი, დავანებოთ ამას თავი. და ჩვენ ყველანი, ხო, რატო გახსენებ ლაბაცკაი, ყველანი ჩვენ ხომ ვიზრდებით სულიერად, ფენა-ფენად ვიღებდით ჩვენ შემდეგ სხეულებს, სულიერ წვრილ სხეულებს, მაგრამ ამას ყველაფერს უნდოდა დრო, მრავალი მილიონი მილიარდი წელი. და ჩვენ ვიწყებდით მინერალებისგან და ქვებისაგან. შემდეგ ჩვენი სულები ჩნდებოდნენ მცენარეების სახით. შემდეგ თევზების სახითაც. დიახ, ოღონდ დაწვრილებით არა ნახსენები თევზებზე, საერთოდ წყლის მობინადრეებზე და შემდეგ ცხოველების სახით მოვდიოდით და ასე ფენა-ფენა ჩვენ გავდიოდით კლასებს. პირველი, მეორე, მესამე, ასე ვთქვათ, მეოთხე, მეხუთე კლასი, როგორც ხდება ახლა ჩვენ ცხოვრებაში და შემდეგ უკვე, როდესაც სული იყო მზად, ჩვენ გზავნიდნენ ადამიანის სხეულში. სხვა გვარად. თუ შენ არ ხარ მზად, ვერ მოხდები ადამიანის სხეულში. და აბორტების მრავალი აბორტების რაოდენობა, უბრალოდ რატომ ხდება აბორტები? მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქალს ემართება აბორტი, ხო, ბავშვი ცილდება, ეს იმის მიზეზია, რომ როდესაც ნაყოფი იწყებს, როდესაც ქალი ორსულდება, ნაყოფი გადის ამ ყველაფერს. რას? მინერალი, მცენარე, თევზის ფორმა აქვს. და შემდეგ, როდესაც როდესაც სული არ არის განვითარებული, მაგალითად, და მზად არ არის ადამიანის სხეულში იყოს, ზოგჯერ ახალი სულები მოდის დედამიწაზე გასახიერებლად. მაშინ ხდება ისე, რომ ნაყოფი ცილდება ქალს. ცილდება. იმიტომ რომ გასავითარებლად მას არ ყოფნის სასიცოცხლო ენერგია, არ ყოფნის დონე. დიახ. ოღონდ ეს არ ეკუთვნის იმ აბორტებს, რომელსაც ქალები იკეთებენ შეგნებულად. მე გულისხმობ ბუნებრივ აბორტებს, როდესაც ბავშვი ცილდება ქალის ნების ქალის ნებასთან სრულთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. და მკვლელობის პროდუქტებია ყველაფერს, რასაც ჩვენ ვჭამთ. მცენარეც კი მკვლელობის პროდუქტია, მაგრამ მცენარეს არ გააჩნია გონება. მაგრამ ის ამუშავებს შხამს, რომ ცხოველებმა და ადამიანებმა ის არ ჭამონ. და რატომ უნდა ზოგჯერ ზოგ მცენარეს ჩავბობა 1 საათი, 2 საათი მთელი ღამე, მაგალითად ლობიო უნდა ჩავბო 1-2 საათით მაინც, სანამ გააკეთებ, რომ შხამი გამოვიდეს. აუცილებლად უნდა ამის გამო ხილს, ბოსნეულს, ყველაფერს ჩავბობა. მით უმეტეს დღევანდელ დღეს იქნებ ხიმიკატებს ხმარობენ. და ადამიანი, როდესაც კლავს სიამოვნების გამო, ის კარგად არ იქცევა. აუცილებლად დაიშჩება ამის გამო. ახლა უყვე,
დღესდღეობით ისჯებიან უცებ. ჩაიდან რამე ცუც, ბუმერანგი მოგიბრუნდება და ისე ამოგაჭყავს პანჩურს, გოლზე ვერ მოასწრებ მოსვლას. დამიჯერეთ, მერწუნეთ. მასია. და ამ მამაკაცმა დაურეკა ალიონას ნასვამ მდგომარეობაში. ხომ ეხა დაწვრილებით არ შევალ ამაში ყველაფერში. მე ისედაც რატომ გავაკეთე ამხელა წინასწყვეტობა, რომ თქვენ გამიგოთ, თუ ის თქმაც ვაპირებ. და ალიონამ უთხრა ამ კაცს, მოდით მოვილაპარაკოთ, თქვენ ახლა ხართო ნასვამ მდგომარეობაში და თქვენი ნათქვამი ბევრი რამე არ მესმისო, მოდითო გამოფხიზდითო და ისე დღეს დამირეკეთო, როდესაც იქნებითო ფხიზელი და მე თქვენ მოგისმენთო. დიახ, ტელეფონი ჰქონდათ საუბარი. სხვათა შორის ალიონას ახსოვს ყველაფერი, ყველა ისტორიები, რაც გადახდა თავს. და ეს ისტორიები თუ რუსული ენა იცით, გესმით რუსული, მოძებნეთ реальные мистические истории. იქ ბევრი მისტიკური არხებია მისტიკური ისტორიებთან დაკავშირებით, მაგრამ ზუსტად ასე წერია реальные мистические истории. და რომ შეხვათ, იქ უნდა ეწეროს მფლობელი არხის ალიონა ვალკოვა. იკითხებათ ვოლკოვა წერია, ვალკოვათ იკითხება, ალიონა ვალკოვა. მათ ძალიან საინტერესო ისტორიებს მე ყველას ვერ გადავთარგმნი და ვერ წამოგიდგენთ. და ამ მონადირეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბევრი საქართველოში ერთობა მონადირეობით სიამოვნებისთვის. კი, ზოგი ჭამს, ზოგი არ ჭამს ნადავლს, მაგრამ მაინც კლავს. და თან წამოგიდგენიათ, ნახევრად ცოცხალ ცხოველს მიამბავენ მანქანას და რამდენიმე კილომეტრი ათრევენ ამ საწყალ ცხოველს. ის მკვდარი არ არის, მას ხო ტკივა. წამოიდგინეთ თქვენ მიგამბან მანქანაზე და ისე გათრიონ რამდენიმე კილომეტრი. წარმოიდგინეთ თქვენი თავი. და წარმოიდგინეთ ცხოველის ადგილზე დააყენეთ თქვენი თავი. იყო პერიოდები, როდესაც დედამიწაზე იყვნენ გიგანტები, ბოროტი გიგანტებიც იყვნენ და არა ბოროტი, და ეს ბოროტი გიგანტები ჭამდნენ ადამიანებს. თქვენ ხა წარმოიდგინეთ ის დრო, რომ თქვენ ვიღაცა თქვენზე მონადირეობას დაიწყებს, რომ თქვენ შეგჭამოთ. სხვათა შორის იმის საფრთხე, რომ თქვენ შეგჭამოთ, არც შეშურსა. შემთხვევები ყოფილა, როდესაც ადამიანი ჭამს ადამიანს. ადამიანი მონადირეობს ადამიანზე, იმისთვის რომ შემდეგ მაგის ხორცი შეჭამოს. ნეტუნეთ. ბოლო ახალი ამბავი, რომ ცოლ-ქმარი იყო დაკავებული ადამიანების გამოჭერით და მათი ხორცის ჭამით. აგერ სოჭში მოხდა. ახლა ახალი ამბავია, 30 ადამიანი შეჭამეს ცოლ-ქმარმა. და ერჩუნიო დღეს ამ კაცმა დაურეკა ხიზელი ალიონას. და ეს ისტორია, რომელსაც ახლა მე თქვენ მოგიყვებით, მამაკაც მონადირეზე, მისტიკურია. ალიონას მიიჩნევს ამ ისტორიას მისტიკურად, რომ სხვაგვარად ვერ ვახსნიო ამასო. და ჩათვალეთ როგორც გინდათ, რომ იგიყვებით თქვენ მისტიკურ ისტორიას. და ალიონა ამბობს, რომ ამ მამაკაცმა, რომელსაც ქვია სერგეი, დაურეკა ალიონას იმისთვის, რომ იმედი ქონდა, რომ ალიონა ახსნიდა იმ სიტუაციას, რომელშიც ის ჩავარდა მრავალი წლის უკან.
ხო, ეს მამაკაცი უსმენდა მრავალი წლის განმავლობაში. წლის არა. მე არ მახსოვს ზუსტად როდის შეიქმნა ალიონას არხი. უსმენდა მის მოთხრობებს იმ დღიდან, რაც გამოვიდა ალიონა. და ცდილობდა პასუხი მოეპოვებინა თუ რას ნიშნავდა ის, რაც მას დაემართა. რომელზეც მე თქვენ ახლა მოგიყვებით. გიყვებით უკვე დავიწყო უკაცრავად მოყოლა. და ეს სერგეი ცხოვრობდა ომსკში, მე გადავიდა საცხოვრებლად სხვა ქალაქში. და ეს პიროვნება იყო დაქორწინებული 3-ჯერ 4-ჯერ, ყავს ბიჭი. ეს პიროვნება სერგეი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, მას არ აქვს ფეხები. ის გადაადგილდება სავარძლით, ბორბლიანი სავარძლით. ხო, და ახლა მე ვყვები ალიონას სახელით. სერგეი იყო მონადირე, სანამ ეს ყველაფერი დაემართებოდაო. და ის მონადირეობდაო სიამოვნების გამო. და მან მკითხაო მე, რაზეცა ვიყავიო მონადირეობასთან დაკავშირებით. ალიონა საერთოდ წინააღმდეგია მკვლელობის სიამოვნების გამო. წინააღმდეგია, როდესაც სიამოვნების გამო კლავენ ცხოველებს. სერგეის ყავდა მეგობრები, მონადირეები და ეს ჯგუფი, რომელიც შედგებოდა 16 ადამიანისგან, გაემგზავრა სამონადირეოდ ქალაქ გარეთ. ეს სერგეი არასდროს არ ჭამდაო მოკლული ცხოველების ხორცს. ის უბრალოდ მონადირე იყო სიამოვნების გამო, კლავდა სიამოვნების გამო. სერგეი ამ ხორცს არ იგებდა, მაგრამ თვითონ არ ჭამდა. სერგეი იყო მონადირე დიდი სტაჟით და 3 წლის უკან მოხდა ეს ამბავი. 3 წლის უკან, ხო და ეს ჯგუფი არ იყო ბრაკონიელების ჯგუფი, მათ ჰქონდათ ლიცენზიები ყველას და მონადირეობდნენ ლიცენზიით. სერგეის ნათქვამიდანო ალიონა ამბობს, მე გავიგიო, რომ სერგეი არ იყო უხარიბი ადამიანი, კარგი მანქანა ყავდაო, 2 ძაღლი ყავდაო, სამონადირეო ძაღლი, რომლებიც დაყავდაო ყოველ მონადირეობაზე და ეს ძაღლები იყვნენ გარწმუნილები. სერგეი ცხოვრობდაო თავის საკუთარ სახლში, ქალაქ გარეთ. და 3 წლის უკან ზამთარში ყველანი გაემგზავრა სამონადირეოდ. ეს 16 ადამიანი. სერგეის ჩათვლით, მისი 2 ძაღლის ჩათვლით. ხო და სერგეი ეუბნება ალიონას, შევედითო ტყეში, ყველანი გავიფანტეთო, ჩემი ძაღლები წავიდნენ წინ და დაიკარგნენო. მე სერგეი მიდიოდაო რომელიღაც ბილიკით და უცებ სიწყნარე იყო, დადგაო სიწყნარე, არც ძაღლების ხმა მესმოდაო, არც ადამიანებისა, რომელთაც მოვედიო სამონადირეოდ. თითქოს მარტო ვიყავიო ტყეში. როდესაც ძაღლებს დაუძახეო, ძაღლებმა ხმა არ გამცესო. ეს იყო გასაკვირი, რადგან ჩემ დაძახებაზე ძაღლები უცებ მორბოდნენო ჩემთან. მაგრამ არანაირი რეაგირება ძაღლებს არ ჰქონდათ, საერთოდ არ მისუნდაო, საერთოდ სად გაქრავო ჩემი ძაღლები წარმოდგენა არ ჰქონდაო. მე გავედიო სადღაც კილომეტრი 9. მე მივდიოდიო ტყის ბილიკით, გარშემო მხოლოდ ხეები იყო და კილომეტრი 9-ის შემდეგ სერგეიმ ნახაო ის, რაც დარჩაო მის ძაღლებისაგან. იქ იყო ფარში. ძაღლების ფარში. ისე იყვნენ ეს ძაღლები დამუშავებული. თითქოს ძაღლები გაატარესო ხორცსადგემ მანქანაში. ხორცი, ძვლები,
ბალანი ძაღლების იყო შერეული ერთმანეთში. და როგორც თვითონ სერგეიმ თქვაო, ერთი ძაღლი მისი იყო მოწითალო და მეორე იყო ჭურჭით ფერის. მე ვიდიქიო და მათ მივშტერებოდიო და ვერ ხვდებოდი თუ რა მოხდაო. და სერგეიმ უთხრა ლეონას, ჩვენო მონადირეებს ძალიან გვაქვსო განვითარებული სმენა და რასაკვირველია მხედველობაო და როდესაც ძაღლებს კლავდნენო, მე არ გამიგონია უხმა. ძაღლებს უნდა დაეწყო ტირილი, ყმუილი. არ გამიგონიაო ყმუილი ძაღლების. საერთოდ არანაირი ხმა არ გამიგონიაო. და სერგეი იყო გაკურებული იმაზე, რომ საერთოდ შეუძლებელიაო ძაღლი მოკლა ისე, რომ ძაღლმა ხმა არ გამოსცესო. რაღაც ხმას მაინც გამოსცემდეს იქნებაო ყოველობისფერ მომენტში, მაგრამ ეს ძაღლები ისე იყვნენ მოკლული, რომ მათი ხმა, მათი ყმუილი საერთოდ არ გამიგონიაო. და სერგეი მიფიქრა, რომ ალბათ ტყეში დადის დათვი, რომელმაც ძაღლები მოკლა. და სერგეიმ ვიგრძენიო სისხლის სუნი. ნუ თავისთავად ახლა ასე სანახაობას რომ ადამიანი ნახავს, სისხლის სუნიც დადგება. სისხლის სუნი იქნებოდა რასაკვირველია. და სერგეიმ უთხრა ლეონას, ჯერო მე ვიგრძენიო სისხლის სუნი და შემდეგ ვიყნოსეო დამპალი თევზის სუნი. ალბათ ყველამ თევზი რომ დავპება, როგორი სუნი აქვს. და ლეონამ მკითხა, თქვენ სამონადიროდ სანამ წახვიდოდითო, შემთხვევით ხომ არ დაგილევიათო ცოტა. სერგეიმ უპასუხა, არაო, ჩვენ ყველანი ფხიზელები ვიყავითო, რადგან ყველანი ვიჯექითო საჭესთან. ყველას ყავდა თავთავისი მანქანა და თავისი მანქნებით წავიდნენ სამონადირეოდ. ახლომახლო წყალსაცავები არცად არ იყო. ნუ ალბათ სერგეიმ მიგულისხმა ტბები. რუსეთში ძალიან ბევრი ტბა საერთოდ. და ზამთარში საერთოდ რომც ყოფილიყო ტბები, პატარა წყალსაცავები. რუსეთში კი იცით როგორი ზამთარი იცის და ყველაფერი იყინება. და გასაკვირი იქნებოდაო, რომ არ გაყინულიყო. მაგრამ იმ რაიონსო მე კარგად ვიცნობდიო და არსად არ იყო წყალსაცავები. ტბის მაგვარი. მაგრამ ძალიან აუტანელი სუნი იდგაო დამპალი თევზის. და მე ვუყურებ ბილიკს, ერთი ძაღლი წევსო ბილიკზე პირდაპირ, მეორე ძაღლი კი მოშორებით. და როდესაც სერგეი ყვებოდაო, თავის ძაღლებზე ტიროდაო. რადგან ძალიან უყვარდაო თავისი ძაღლები. ისინი დამხარები იყო სერგეის. მაგრამ თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, ის ცხოველი არ იტირებდა, რომელსაც კლავენ სიამოვნების გამო. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ცხოველის ადგილზე თავი. და უცებო გავიხედეო მარცხნივ და ავწიო თვალები. მაპატიე თვალები კი არ აწია, მზერა აწია ზევით. რაღაცას გააყოლა მხედველობა და ზერა გააყოლა, რაღაც იდგა იქა. მაგრამ მე დავხედეო ქვევით. ხეები იქ იყო ახალგაზრდა. მარჯვნივ იყო ტყე, არყის ტყე. და მარცხნივ ახალი ამოსული ტყე იყო. და მე უცებ ვერ მიხვდიო რა ვნახეო. უცებ ვერ მიხვდიო რა იყო ეს. მე ჯერ გავიფიქრეო, რომ ჩემ წინაშე დგასო ადამიანი. რაც სერგეიმ ნახა, რაც იდგა მის წინაშე, რასაც მზერა გააყოლა, ის ადამიანი არ იყო. მის წინაშე იდგა რაღაც, მის წინაშე იდგა რაღაც არსება,
მარცხენა მხარეს, ბილიკის მარცხენა მხარეს და მისკენ იყო სხეულით მობრუნებული. იდგა მის წინ რა. აგერ თქო ახლა მე ჩემ წინაშე რომ დადგეს ვინმე. აი ასე მდგომარეობაში ოღონდ ის იდგა მოშორებით. ის არსება. არა, ეს არსება ცხოველი არ იყო. მან თქვა რომ ასეთი არსებები ჯერ არ უნახავსო. და ალიონ ამბობს რომ მეც არ მინახიაო ჩემი გამოცდილების მანძილზე. რამდენი წელიაო მე ამ საქმეში ვარო და არასდროს შემხვედრიაო ასეთი არსება. მე რამდენჯერმე გავამეორებიო ამას სერგეის თუ როგორ გამოიყურებოდაო ეს არსება. ხო. თხოვა სერგეის ისე და ისე აღეწერა თუ რა იდგა მის წინაშე, როგორ გამოიყურებოდა ის არსება, რომელიც სერგეის წინაშე იდგა. არსებას ბალანი საერთოდ არ ქონდა. ეს არსება იყო მუქი რუხის ფერი, მთლიანად. სერგეიმ თქვა უთხარიონას, რომ ის არსება იყო მასზე ერთი თავით მაღლა. ხო, სერგეიზე ერთი თავით მაღალი იყო ის არსება. და სერგეის სადღაც ქონდაო მიახლოების სტანდარტული სიმაღლე 170-180 შეიძლებაო, ახლა ზუსტად ვერ ვიტყვიო, მაგრამ ის არსება იყო სერგეიზე მაღალი. და თავი მისი, ამ არსების თავი პირდაპირ კისერში გადადიოდაო, ესე კისერი არ ქონდა მას ამ არსებას. თავი გადადიოდაო პირდაპირ ხლებზე. როგორც სერგეიმ თქვა, ეს არსება იყო მუქი რუხისფერი. ამ არსებას ქონდა დაწყვეტებული ყურები, როგორც აქვენ ელფებს, მოგდოდა დაწყვეტებული ყურები. ამ არსების სხეული ჩამოგავდა მამაკაცის სხეულს დაყუნთული, ჩვეულებრივად მხრებიანი ბარდაყავდე. ჩამოგავდა დაყუნთული მამაკაცის სხეულს. და მხრებიდან ამ არსების მხრებიდან გამოდიოდაო წვრილი ორი ტოტის მაგვარი დავარქვათ ხელები. და ართქვევით ჩადიოდაო, ართქვევით იყო მიმართული ეს ვითომ ხელები და ძევით, არამედ განძზე, მხრების განძზე, პირდაპირ ასე, მხრების გაგრძელება იყო, მაგრამ პატარა ხელები რომ შევერთო ეს შუა ხელები ერთმანეთს, აი ამ ზომის იყო თითები, შუა თითები. წვრილი ტოტის მაგვარი. და იქ სადაც მუცელი თავდება, სხეული ვიწროვდება ამ არსების და აღმოჩნდა რომ არსებას ქონია ერთი ფეხი. ეს არ გამიკვირდა. ალიონასთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, რატომ და არსებობენ ერთფეხიანი ადამიანები. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ერთფეხიანი ადამიანის მაგვარი არსებებმა იარსებონ. არსებობენ დიდყურებიანი ადამიანები, არსებობენ უთავო ადამიანები, რომლებსაც თავი, თვალები, ცხვირი, პირი, ყველაფერი განლაგებული აქვენ აქ, გულმკერდის რაიონში. ხო. და როდესაც მე წავიკითხე სტატია ამ უთავო ადამიანებზე, ცალფეხ ადამიანებზე, დიდყურებ ადამიანებზე, მით უმეტეს უთავო ადამიანებზე, მე გამახსენდა პუშკინის პოემა უთავო მხედარი, რომელიც მხედარი უთავო იჯდა ცხენზე. ხო. და ამ არსებასაც ქონია ერთი ფეხი, რომელიც თავდებოდა ტერფით. და როგორც აღმოჩნდა ამ არსებას, დიდი ბრჭყალები ქონია. როგორც მე გაირკვა და ამ ბრჭყალებით დაქუთმაცა მან ეს ზაღლები. მაგრამ ეს ფეხი არ არის არც მარცხენა,
არც მარჯვენა, ჩვეულებრივი ერთიან ფეხშია ჩამოყალიბებული. ამ არსების თვალები იყო ღია ფერის, მოთეთრო. და მის თვალს ჰქონდა კაკალი. და ამ არსების ცხვირი ჩამოგავდა ძაღლის ცხვირს. და სერგეიმ იგულისხმა, ძაღლებს ყველას ხო შავი აქვს, ბოლოს შავი. ამდაგვარი შავი რაღაც ჰქონდა ცხვირის ადგილას. თორე ცხვირი არ ჰქონდა გრძელი. უბრალოდ ის თავში რომ შავია, იმდაგვარი ჰქონდა ცხვირი. იგი გამოწეული შავი. ხო. და სერგეიმ უთხრა პირი მას ჰქონდაო დამოწული, მაგრამ მე მომიჩვენაო, რომ ტუჩების ბოლოები ჰქონდა ჩამოწეული. დაბლა შეიძლება ნაოჭები იყო კანის მისიეს და მათ მომიჩვენაო, მაგრამ პირი ტუჩების ბოლოები იყო ჩამოწეული დაბლა. და მოულოდნელად ეს არსება ჩაჟდა, ახტა და დამახტაო მე. მოულოდნელად, საერთოდ არ ველოდებოდიო ისე. ამას ამბობს სერგეი, მე ვხედავდი ის როგორ ჯდებაო. სანამ ახტებოდაო და სანამ დამახტებოდაო, მე ვნახო ის როგორ ემზადებოდაო ამ ნახტომისთვის. ნახე როგორ ჯდებოდაო. რომ ახტარიყო შემდგომ. ამ არსებამ წააქცია სერგეი ზურგზე. სერგეი ამბობს, ამ მომენტში მე დამავიწყდაო, რომ იარაღი მქონდაო. ყველაფერი დამავიწყდაო. სანამ ამ არსებას უყურებდიო. და სერგეი ბოლო რაც დაიმახსოვრა, რომ თითქოს ჩემი მარცხენა ფეხი ჩადვესო მდუღარე წყალში. ისეთი საშინელი ტკივილი ვიგრძენიო. მე მომენტალურად დავკარგიო გონება. და როდესაც სერგეი მომიყვაო მე ეს ისტორია, მე ვუთხარიო, რომ საბედნიერო არის, რომ შენ გონება დაკარგიო, რადგან ეს იყო ერთ-ერთი შანსი გადარჩენისო. გონების დაკარგვა. სერგეი გონს მოვიდა სამამტყოფოში მხოლოდ. რეანიმაციის განყოფილებაში. და სერგეიმ უთხრა, მე ვიგრძენიო რაღაც ზურგზე ტკივილი. ხო, რაღაც ტკივილი ვიგრძენიო, ალბათ რომ იწვა დიდხანს ზურგზე, შეაწუხა და უნდა გადაბრუნება. მას ქონდა დაყენებული წვეთოვანი. ქონდა დაყენებული რუსულად ключицას რომ უძახიან იქ. ოღონდ არ ვიცი რომელი მარჯვენა თუ მარცხენა. რა მნიშვნელობა? და მე მოვინდომიო მხარესე, რომელიმე მხარეს ალბათ, მარჯვენა, მარცხენა, ამას არ აზუსტებს იგი. მინდოდაო მხარზე გადმობრუნება. მაგრამ მე ხვდები, რომ დასაყრდნელი არა მაქვს. ესე ფეხები რო ქონოდა, დაეყნობოდა ფეხებს და გადმობრუნდებოდა, ხო? რომელიმე მხარეს. მაგრამ მან საყრდენი ვერ იგრძნო. და მივხვდიო, რომ კიდურები არ მაქვს თუ ქვედა კიდურები. ხო, რადგან სერგეიმ ჩაყო ხელები ქვევით და იგრძნო, რომ კიდურების ადგილები იყო ცარიელი. და მე მყვიროდიო, სად არისო ჩემი ფეხები. სერგეის დაუკეთეს დამამშვიდებელი ნემსი. სერგეის ძლებიც კი არ დარჩა. ხომ არის ზოგჯერ ადამიანს უჭრიან კიდურებს, ან ადამიანი კარგავს კიდურებს, მაგრამ ხომ რჩება რაღაც ნაწილი, რაზეც შემდგომ პროტეზის დამაგრება შეიძლება, ხო? სერგეის ეს პროტეზის დასამაგრებელი ძლებიც კი არ შერჩა. ალბათ გაუკეთეს იმის ამპუტაციაც იმ დარჩენილის ნაწილების, რომ განგრენა არ დამართნოდა.
და პროტესტსაც ვერ გავიკეთებ უთხრა სერგეი ალიონას, რადგან ეს კულტაშკები რუსულად უძახიან კულტაშკებს. პროტესტის დასამაგრებელი არაფერი შემჩაო ზედ. წარმოიდგინეთ? მე სერგეიმ უთხრა ალიონას, მე უყიდოდიო ექიმებს ვეჩხუბებოდიო, მითხარითო რა მჭირსო რა დამემართაო, მაგრამ ექიმები პასუხობდნენ, რომ შენ არ ხარ რომ მზად იმისთვის რომ სიმართლე გაიგო. და საკურელია შემდგომ მე მცხონოდაო ჩემი საქციელის გამო, მე ისე ნებსი გამიკეთესო რომ დამზინებოდაო. და როდესაც სერგეი დაწყნა და დამშვიდე და ექიმებმა მოუყვეს სერგეის რომ ის ნახეს მისმა მეგობრებმა და გადაარჩინეს მეგობრებმა. და მეგობრები რომ დროზე არ ენახათ სერგეი, ის დღეს ცოცხალი არ იქნებოდა, რადგან ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. ხო, შენ გნახესო თითქმის უცებვე. თორემ შენ იქ სისხლს დაკარგავდიო და გაიყინებოდიო, უთხრეს ექიმებმა. რეანიმაციის გაყოფილებაში სერგეიმ გაატარა თითქმის 1 თვე, მიახლოებით 1 თვე. და როდესაც მე შევეგვი იმას, რომ ფეხები უკვე არ მექნება, და როდესაც შევეგვი ჩემ მდგომარეობას, მე ექიმებს ვკითხეო, მე ხა მზად ვარ რომ მოგისმინო სიმართლე შევხედო თვალებშიო და მითხარითო ჩემ ფეხებს რა დაემართაო. ექიმებმა უთხრეს სერგეის რომ ფეხები ქონდა როგორ გითხრათ, დაქუცმაცებული. როგორ ძაღლებს ქონდა დაქუცმაცებული სხეული და შერეული ბალანი, ძვლები, ხორცი, ისე ქონდა სერგეისაც. ფეხები ქონდა დაჭყლიდული, დაქუცმაცებული. მე ვკითხეო ექიმებს, ვის შეეძლო ამის გაკეთება. და ამის მეორე დღეს გამახსენდა მე, თუ სინამდვილეში რა მოხდა დღეში. მაგრამ ექიმებისთვის ეს არ მithქვამსო. და მე გავიგიო ექიმები როგორ ლაპარაკობდნენ ერთმანეთს შორის. ერთმა კითხავ მეორეს რა შეიძლება ის იყოსო და მეორე ექიმა უპასუხო, შეიძლება დათვი იყო, დაც უფრო გავსო. და ალიონა ამბობს, რომ გამონაკლისი არ არისო, რომელიც დათვი ყოფილიყო, მაგრამ სერგეიმ სულ სხვა არსება ნახაო. სულ სხვა არსება და დათვები ცალფეხზე არ დახვდიანო და ნახტომებს არ აკეთებენო. და მათ ყავდათ 2 სერგეი. ის სერგეი დაიღუპა. მას მთლიანად სახეც კი არ ქონდა შერჩენილი. იმ არსებას მთლიანად დაუკუცმაცებია ის მეორე სერგეი. მთელი სხეული იყო დაქუცმაცებული. ფარში იყო დარჩენილი, რომ ნახეს მეგობრებმა. მხოლოდ ფარშად აქცია იმარსება. და ამ სერგეიმ რო გონება დაკარგა, ალბათ მოეშვა. თორე ამას გონება რო არ დაეკარგა, სხეულზეც გადავიდოდა და სხეულსაც დაუკუცმაცებდა. მთლიანად უქცევდა სხეულს ფარშად. და აი გონება რო დაკარგა, ამიტომ უთხრა ალიონო, შენ გაგიმართლა რო გონება დაკარგეო. გონება რომ დაკარგა, ალბათ იმ არსებამ იფიქრა, რომ всё, მოკლა და დაანება თავი. და სერგეი მიკითხა, გადარჩენილმა სერგეიმ კითხა მეგობრებს, ჩემსავითო? არაო, შენსავით არაო. შენ კი მაინც გადარჩიო, მარტო ფეხები დაკარგეო და მაგისგან მხოლოდ ფარში იყო. უпроსტად მხოლოდ კი არა, ფარში იდვაო იქა. სხეული კი არ ჩანდაო, ფარში იდვაო, უთხრეს მეგობრებმა. ჩვენ მხოლოდ ასაცლის მიხედვით ვიცანითო ის, უთხრეს მეგობრებმა. მოვიდა პოლიციაო, ეულივა სერგეი ალიონას და ფიქრობდიო, რა მომიყოლაო პოლიციაზე. და როდესაც მოვიდა პოლიცია და პოლიციელებმა დაიწყეს ჩემი ნათქვამის ჩაწერა, მე ყველაფერი მოვყევიო, ისე როგორც იყო. და როდესაც მე ქახალდი მომცირსო ხელის მოსაწერად, შიგ ეწერაო, რომ
მოხდაო დათვის თავდასხმა და რომ დათვმა დამაზარავა. მე მათ ვუთხარიო პოლიციას, რომ დათვი არ დავსხმიაო თავს. დათვი ამდაგორად არ გამოიყურებაო, როგორც მე აღწერეო. აგრეთვე იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომ ეს ტრავმები იყო მიყენებული დაწოტებული ნივთებით. არა, სერგეიმ ვერ ნახა კარგად თუ რაზე იდგა ესეთი ფეხი. რა იყო ამ ფეხის ქვეშ, ის ვერ ხედავდა, თოვში იყო ფეხი ჩაფლული. მაგრამ ფაქტია, რომ ამ არსების ერთ-ერთი ფეხი, უბრალოდ ამ არსების ფეხს ჰქონდა ბრჭყალები. ეს ფაქტია. ალენა ამბობს, მე ბევრი ვიფიქრეო თუ ვინ იყო ეს არსება. და მაქვს ორი ვარაუდი. პირველი ის, რომ ეს არსება ალბათ იყო ცხოველების დამცველიო. ან შურის მაძიებელიო. და მე ვეკითხები სერგეის, ვეუბნები ჯერ. სერგეი, ყოფილა შემთხვევებიო, რომ ადამიანები იღებნენო კარმას იმის გამო, რომ ცხოველებზე ცხოველებს აწვალებნენო. ცხოველებს სასტიკად ექცეოდნენ. და როდესაც ამ ადამიანებს რამე ემართებოდო, ისინი წირიან უცხარესრმლებით, მე დავაშავე ისეთი, რომ ასეთ სიტუაციაში ჩავარდიო. და მე ვეკითხებიო, აბა გაიხსენეთო თქვენ ცხოვრებაში რა გაქვთ ჩადენილი. და ეს ადამიანები პასუხებენო, ხო, მაშინო ასე მოვიქეციო, ისე მოვიქეციო, რა დამემართავ არ ვიციო. მაგალითად, ბევრი მონადირე იქცევაო ასე, ესრისო ცხოველს, მე მიამბავსო მანქანას და ათრისო რამდენიმე კილომეტრი. აი თქვითო, ეს განა სისასტიკე არ არისო, ცხოველი მოკლაო და კიდევ ათრიაო რამდენიმე კილომეტრი. ეს სისასტიკე არ არისო? და შემდეგ ასეთი ადამიანებიო, მე მიძახდნენო დასახმარებლად. იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც ასეთი მონადირეების საქციელის შემდგომ მათი შვილები ხვდებოდნენო ავარიაში, ეჯახებოდაო მანქანა და მათ შვილებს ათრევდაო მანქანა. ან ისროდაო რამდენიმე მეტრზე, კილომეტრზე, რაც რამხელა მანძილს შეძლებდა. მაგრამ კი იცით, რომ უცებ დაატორმოზებს, რომ გინდა ისე, ხო? და შემდეგ ასეთი ადამიანებიო, რომლებიც სასტიკად ექცეოდნენ ცხოველებს, კირიანო, რატომ ასეთი სასჯელი რა დავაშავე? რა დაშავა ჩემმა შვილმა, რომ ჩემი შვილი გახდა ინვალიდი, რადგან ვიღაც თრალი მძღოლი დაეტაკა და ათრია რამდენიმე მეტრი ჩემი შვილი. ხო და შენ ჩაიხედე შენ გულში და გაიხსენე, რა გაქვს შენ ცხოვრებაში ჩადენილი ცუდი. და შემდეგ დაუსწრი შენ თავს კითხვა, რატომ ასეთი სასჯელი? კარმა ბრუნდება. ახლა როგორც გითხარით, მე კარმა ხელად ბრუნდება. დიდი დრო არ უნდა რომ კარმა უკან მოგიბრუნდეთ. თქვენი ცოდი ჩადენის გამო. ის კი არა მე ბევრჯერ მithქვა, ცუდად გაფიქრებაც კი არ შეიძლება. იმ გაფიქრებისთვის, ცუდად გაფიქრებისთვისაც პასუხს მოგთხოვენ. ცხოველი, მოკალი. ნახევრად ცოცხალ ცხოველს ნუათრებ მაქნით. მანქანაზე მიბმული. მოკალი ის. ნუაწვალებ. იარაღი ხომ გაქვს, მოკალი. და სერგეი მუთხარიონას რომ ამდაგვარი არაფერი გაუკეთებია. კი, სერგეი მუთხარიონას რომ კი ეს არის მისი ხობი, მონადირეობა იყო მისი ხობი, მაგრამ მას ხორცი არ უჭამია, მას ისინი მეგობრებთან ერთად სასტიკად არასდროს ექცეოდნენ ცხოველებს. კი, არ იგებდა ნადავლს.
ნანადირებს არიგებდა. კი, ამ ნანადირებს აჭვენდა თავის ძაღლებს, მაგრამ არასდროს სასტიკად არ მოქცევია ცხოველებს. და არც მეორე დაღუპული სერგეი ექცეოდა სასტიკად ცხოველებს. და ალონამ უთხრა სერგეის, მე ფიქრობ, რომ ის არისო ცხოველების შურისმაძიებელი. უბრალოდ შურისმაძიებელი ცხოველების კვლელების მიმართ. მას რატომ გადარჩენ დადარჩენები? იქნით ხომ მონადირეები იყვნენ. ისინი ხომ კლავდნენ. მათაც ხომ დიდი სტაჟი ჰქონდათ. და ალონამ თქვა, რომ მე მაქვს კიდევ მეორე ვერსია, ეს არის უკვე ჩემი ვერსია. შეიძლება ამ არსებამ ვერ მოასწრო სხვებამდე მისვლა. მაგათმა ხომ მალევე მოძებნეს სერგეი და მალევე წავიდნენ იქედან. მალევე დატოვეს იქაურობა. ამ შემთხვევის შემდეგ მაგათმა მიატოვეს სამონადირეო ციარული. და ამ ამბების შემდეგ არასდროს არც ერთი არ წასულა სანადიროზე. და მე იმ აზრთანაც ვარ ახლოსო, რომ ეს არსება არ არისო სხვა სამყაროდან მოსული, რომ ეს არსება ცხოვრობს ჩვენთან ერთად დედამიწაზე. ხო, შეკითხვა გამიჩნდაო მეცო. ერთი სერგეი სრულიად დაშავდაო, ხო? სრულიად ფარში დარჩაო მისგან. და ამ სერგეის მხოლოდ ფეხები დაეკარგაო. ეს სერგეი რატომ არ მოკლაო ბოლომდე? რატომ ბოლომდე არ მიიყვანაო საქმე? ის არსება დახტოდაო მასზე. ის დახტოდაო ძაღლებზე, სანამ ისინი ფარშად არ აქციაო. ის დახტოდაო მეორე სერგეის სხეულზე, სანამ ის ფარშად არ აქციაო. და ამ სერგეზეც ხომ დახტოდაო? და მარტო ფეხები დაუზიანაო. და ეს ისტორია ამით დამთავრდა. მეგობრებო, რა მინდა მე თქვა? წყვილად კატაც როცემო, ძაღლით როცემო, ეგიც მოგიბრუნდებათ უკან. ამიტომ ვამბობ, მე გაუფრთხილდით, უმისესოთ, ნუ რა საწყენინებთ. ცუდადად კი ნუ გაიფიქრებთ. ხდება ხოლმე, რომ ვერ ეუბნები ადამიანს ვერაფერს, მაგრამ ღიზიანდები მის საქცელის გამო. ის ვერ ხდება, რომ შენ მაგალითად ზედმეტად გაწუხებს, ან ის ვერ ხდება, რომ არ იქცევა ახლა კარგად. შეხიზიანდები, გულში ფიქრობ მაგაზე ცუდად, ან გულში ლანძღავ. ჯობს პირდაპირ უთხრათ, რომ შენ ახლა მე ზედმეტად მაწუხებ. ხო? მაგრამ ხდება ისეთი სიტუაციები, რომ ღია ჩვენ ვერ ვიტყვით ვერაფერს. რადგან ამას მოყვება მთელი რიგითი პრობლემები. მაგალითად, ხარ ნაქირავებში და თუ კონფლიქტი მოგივიდა, მაშინ უნდა გადახვიდე იქიდან, ხო? არა და ვერ გადახვალ. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში მე ველოდები დევნთა ბინას, მე რა ვიმყოფი ადამიანი ვარ. სოციალური მოვასწარე, სოციალური გაკეთება იქამდე, სანამ კანონი შეიცვლებოდა. ახლა ითხოვენ მიწერას და არავინ მიგაწერს. ესე იგი სოციალურსაც ვერ გავიკეთებ. იმ სოციალურიდან გამომდინარეა მე დამიფინანსდა კატარაქტის ოპერაცია. დიახ, სრული დაფინანსება მიიღე და ჩამტერეს სექტემბერში დამირეკავენ. მონაცემები ჩაიწერეს და სექტემბერში უნდა დამირეკო. შეგორელია მე მადლობელი ვარ მთავრობასი, დევნთა კომიტეტის, ძალიან მეხმარებიან. ხო, მე ოპერაციას ვერ გავიკეთებდი, დაფინანსება რო არ მიმეხო. კი, ახლა როგორც პენსიონერი რაღაც ნაწილს დამიფინანსებდა მთავრობა. სოციალურიც რო არ მქონოდა, მაგრამ ჩემთვის ყოველი კაპიკი საქმეა. ყოველი კაპიკი. რადგან მე
ჯერთი თვალის პრობლემები მაქვს. აქეთ კიდევ დამემატა მოძრაობის პრობლემები, ხერხემალის პრობლემები უფრო სწორად. აქედან გამომდინარე, ხანდახან მჭედავს, ვერ მოძრაობ, ხანდახან ხომ გეუბნებით, ტკივილით ვაკეთებ თუ რამე საქმეა გასაკეთებელი, რა ვქნა, ხო არ დაждები უსაქმოდ ცხესახს, ხო? ოთახი ხანდახან ოთახის გახვიტის ისე უფრო მაპატიეთ. მოხვეტის თავი არა მაქვს ხანდახან. ოთახი რომ მოხვეტო. ისე ვარ. მე ვერ ვიქირავებ ადამიანს, რომელიც გამირეცხავს და მივაგებს, ან ეზოს მოხვედავს და ალაგებს ტუალეტი, აბანო. ჩემი გასაკეთებელია. რადგან მე ვარ სახლში. წამოგიდგენიათ, ახალი მოსული რო ვიყავი. მე პატარა ბავშვი დამიყოლეს იმის გამო, რომ ტუალეტი ცუდი გარეცხილი იყო, არა და მე ძალა არ ამას ხელებში. მე ვუთხარი თქვი უფრო სწორად. მე პენსია თვალით მაქვს და მე არავინ მომცემდა თვალით პენსიას, მე რო კარგად ვიყურებოდი მეთქი. და ძალათ არ ამას ხელებში მეთქი, მე ვუთხარი. წამოგიდგენიათ, ასე დავამტყობ ადამიანს, უყური ხარ, პატარა ბავშვით, ამხელა წყლოვანების ადამიანს, ხოლოდ იმიტომ, რომ შენ ემოციების მოთყვარ შეგიძლია და ბრძანებლობა გიყვარს. ამიტომ ვამბობ, ყოველთვის ხმას ვერ ამოიღებ. მე მიჩული ვარ. მიჩული ბავშვობიდან ვარ ბულიკის ხვეპლი, ბავშვობიდან მავიწროვებენ. მე როცა მქონდა ხმის ამოღების უფლება, ისე გავიზარდე მამასთან. მე ასლს არავინ მეკითხებოდა არასდროს. არც დედა ჩემი. კი, ახლა დედა ჩემი ცოტა შედარებით უკეთ მიქცეოდა ხა. მამაჩემ ცოდი რაც მოიყვანა, ორი სიტყვა მინდა. ნუ მოიქცევით, ნუც ადამიანებს, ნუ ცხოველებს უსამართლოდ. დავტოვე ჩემი დედენაცვალე, წამოვედი, სამუდამოდ დავტოვე. იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიყავი. უბრალოდ მე კი არ წამოვედი. სეცურმა სამყარომ და მიტერმა სამყარომ დამეხმარეს. არა, მე არ მწონი ამის თქმა. მე პედაგოგი გაგებით ამოგლიჯეს ისეთი სიტუაციიდან, სადაც მე შეიძლება დავლოგინებულიყავ. მე ახლა მხოლოდ ჩემ თავზე მაქვს საფიქრალე. ნერვებს არავინ მიშლის. არა, მე სულ მხნედ ვარ. კი, ხანდახან გულზე მოქმედებს, იმიტომ რომ ვარ ნაქირავებში, ძლივს ვიკავებ ხმას, უბრალოდ ძლივს ვიკავებ თავს, რომ ერთხელ მომივიდა მე უკვე კამათი. მე მართალი ვიყავი. მაინც თავი უნდა შემეკავა. და შემეკავა თავი. თავი ვერ შევიკავე და მაგრამ კი შევრიგდი ჩვენ. მე კი შევრიგდით. მაგრამ რას გულში ადამიანს რა ვიცი. ადამიანებო, ქართველებო, ძვირფასო. ჩვენ ვართ სულები. ჩვენ რომ წავალთ, ჩვენ დავტოვებთ ჩვენ სხეულებს. სხეულებს ხო ვერ წავიღებთ თან. და ჩვენ იქ ზეცაში მოგვეთხოვება პასუხი. იქანე ჩართავენ პროექტორს, ძელად რომ იყო პროექტორები კინოს რომ აჩვენებდნენ. ჩაგერთავენ იქ პროექტორს და განახებენ ყველაფერს. ყველა შეცდომებს თუ რამ ჩაიდინეთ ცხოვრებაში.
მერე ჩვენ შეგვწება ჩვენი თავის, მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლი. ნურასოს ჩაყენებთ ადამიანებს ისი დღეში, რომ დამცირებულად იგრძნონ თავი. ნურასოს ჩაყენებთ, იმიტომ რომ თქვენ აუცილებლად ჩაგაგდებენ მასე მდგომარეობაში. ეს მარტო ცხოველის კი არ ეხება დღევანდელი ვიდეო. ეხება ადამიანებსაც. ნერწმუნეთ. კარგი, ახლა მე და დაგემშვიდობოთ. და ნუ მიწყენთ. თუ ჩემი გადმოცემული მოგეჩვენათ, უხარისხოთ. მე ასეთი საუბარი ვიცი. გისურვებთ ყველას სიყვარულს, ბედნიერებას, ურთიერთპატივისცემას. თუ თქვენ სულიერად გამოჯამრთელდებით და კარგად იქნებით, თუ თქვენ საკუთარი თავის გამხნევებას ისწავლით, თქვენ სხვებსაც გაამხნევებთ, დაინახავთ, თქვენ გარშემო ყველაფერი შეიძლება უკეთესობისკენ. თქვენ შეძლებთ თქვენი პოზიტიური ენერგიით სხვების აგრესია ჩააქროთ. არა, თქვენ სიტყვიერად არაფერს გაკეთება არ მოგიწევთ. თქვენ, როდესაც თქვენ აფრქვდეთ იქნება პოზიტივს და თქვენ იქნებით ხნეთ, თქვენი ეს პოზიტიური ენერგია იგრძნობოდეს იქნება და უკვე თქვენი გარემო მყოფი ხალხი იგრძნობს ამ პოზიტიურ ენერგიას და მათი აგრესია მოვდება, მათი ნეგატიური ენერგიებიც შენელდება და სალდება. და თქვენ ამით შეუწყობთ ხელს პოზიტიური ენერგიის გავრცელებაში. თქვენ შეგიძლიათ თქვენი პოზიტიური ენერგიებით, თქვენი დადებით ენერგიებით შეცვალოთ თქვენი თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები. მეწუნეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.